კარგით, ახლა ვნახავთ ამ ხანის აკადემიას და გვექნება ზოგადი მიმოხილვა თუ რა ტიპის პროგრამა არის და რა რესურსები არის ამ საიტზე, ხო? პირველი რაც უნდა ვნახოთ, ალბათ ეს არის თვითონ ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული ამოცანები. როგორც ხედავთ, აქ არის რამდენიმე კატეგორია. ეს არის მათემატიკა, მეცნიერება, ეკონომიკა და ფინანსები და ასე შემდეგ, სხვადასხვა კატეგორიებია. მაგრამ ძირითადად შეიძლება ითქვას, რომ ამ საიტზე არის სასწავლო რესურსები, რომელიც ეხება მათემატიკას, არის ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული ამოცანები. თქვათ პირველივე რა ვარჩიოთ, ეს არის მათემატიკის საფუძვლები. ეხლა ჩვენ ხედავთ ამ კატეგორიას მისიის სახით, ხო? მისიაში იგულისხმება, რომ არის გარკვეული ამოცანები, რომლებიც მიეკუთვნება ამ კატეგორიას, ხო? ამის ჩამოთვალი შეგვიძლია ვნახოთ აქ და იმის მიხედვით ამოცანები შეასრულეთ თუ არა, თქო დახელვნით თუ არა მონარებში, კონკრეტულ საკითხებში. გადიხართ ამ მისიას და გაქვთ ინფორმაცია, რომ ეს ისე ვთქვათ, ამ შემთხვევაში მათემატიკის საფუძვლები ამ დონეზე იცით. მათემატიკის საფუძვლები შეგვიძლია ასევე ვნახოთ სხვა გვერდზე, შევიდეთ აქ და აქ უკვე გვაქვს თვითონ კატეგორიებად დაყოფილი ეს ინფორმაცია, უფრო თვალსაჩინოდ არის მოცემული და აქაც ხედავთ კატეგორიებს, ასევე ქვეკატეგორიებს, სხვადასხვა საკითხები არის. რასაც ახატია სამკუთხედი არის ვიდეო და სადაც არის ვარსკვლავი, ეს არის პრაქტიკული ამოცანა. შევიდეთ ვნახოთ. და აქ გვაქვს ეს ჩვენი პირველი ვიდეო, ხო? როგორც ხედავთ, ეს არის ჩვეულებრივად YouTube-დან ჩაშენებული ვიდეო. To do it in an interesting way, in a way და ასევე ზოგ ვიდეოს აქვს ქართული სუბტიტრები, არის თარგმნილი, ხო? და ვნახოთ არის თუ არა, ჩართავთ სუბტიტრებს. ეს გამართული თავიდან ჩავთოთ და აქედან შევხვალთ და ნახავთ არის თუ არა ქართული სუბტიტრები. აქ როგორც ჩანს არის ქართული სუბტიტრები და შეგიძლიათ ჩართოთ და ესე მოისმინოთ. that maybe will allow us to see მარბად გაგებაში. ეს შეგვიძლია დავკეცოთ, რო არ ჩანდეს, მარტო ვიდეო იყოს. და აქაც ესეთი სისტემაა ჩადებული, ყოველი მოქმედებით სწავლით, რაღაც ქულებს აგროვებთ და ვიდეოს ყურებითაც შეგიძლიათ გარკვეული ქულები დააგროვოთ. აი ეს წრეების შევისება და გარკვეულ ქულას მიიღებთ. და ნახოთ შემდეგი, ეს არის პრაქტიკული ამოცანა. და ამ შემთხვევაში, ეს მათემატიკის საფუძვლიდან არის მარტივი. აქ უნდა დავწეროთ ის რიცხვი, რომელიც აკლია, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის 70. დავწეროთ. მოგცემ შემდეგ, აქ არის 20. და ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში 5 ჯერ ზედზე სწორად უნდა უპასუხოთ. ეს რაოდენობა დამოკიდებულია კონკრეტულ ამოცანაზე და იმაზე თუ როგორ შევასრულეთ წინა ამოცანები, სწორად თუ შეცდომით. და აქ ასევე არის იმის საშუალება, თქვა თუ შეცდომა დავუშვით, ან თქვა თუ არც პასუხი, ხო? თქვა ეს არის შეცდომით დავწეროთ 30. კი ბატონო, გვიჩნია რომ შეცდომა. აქ არის საშუალება, რომ ვნახოთ მინიშნება, თუ რა არის სწორი პასუხი. გვიჩნიათ 60, ხო? შეგვიძლია ეს ავირჩიოთ, ან თქვა თუ მინიშნება არის საკმარისი და ისევ ზედიზედ უშვებთ შეცდომებს, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო და ამ კონკრეტულ ამოცანასთან დაკავშირებული ვიდეო გაკვეთილი ვნახოთ. ესეც დაგეხმარებათ ამ კონკრეტული საკითხის ათვისებაში. და ესე არის ორგანიზებული სხვადასხვა საკითხები, ხო? არის ვიდეო გაკვეთილები და პრაქტიკული ამოცანები. ძირითადად პრაქტიკული ამოცანები არის მათემატიკურ საკითხებზე, თუმცა არის რამდენიმე ასევე სხვადასხვა საკითხებში განაწილებული. ეხლა გავიაროთ თითოეულ კატეგორიას, ბოლოს ვნახოთ რა არის, თქვათ მეცნიერებაში ბიოლოგიაზე ვიდეო გაკვეთილები, ფიზიკაზე, ქიმიაზე, ორგანულ ქიმიაზე და ასე შემდეგ. ასევე გვაქვს ეკონომიკა და ფინანსები, აქაც მიკროდონეზე, მაკროდონეზე, არის ასევე ვიდეო გაკვეთილები ხელოვნებაზე და სოციალურ მეცნიერებებზე, არის ისტორია, მუსიკა, ხელოვნების ისტორია და ასე შემდეგ სხვადასხვა კატეგორიები. რაც საინტერესოა, აქ არის ასევე ინტერაქტიული გაკვეთილები, პროგრამირების სწავლების, ეს არის საფუძვლები და ძირითადად აქ არის JavaScript-ის ენის და HTML-ისა და CSS-ის ვიდეო გაკვეთილები, ხო? აქაც არის ვიდეო გაკვეთილები, ჩვეულებრივი და ასევე არის საინტერესო ინტერაქტიული გაკვეთილი, რომელიც შეიძლება ჯერ განახოთ და მერე გითხრათ როგორი არის, ხო? ესო ჩავთოთ ახლა. Let's start programming. We need to begin with understanding shapes, the basics, but don't worry. Soon enough your shapes will და ესე ყვება parentheses and გარკვეულ at the end we'll just put a semicolon. Look, amazing. საკითხის ახსნა მიმდინარეობს. როგორც ხედავთ, ეს არ არის ვიდეო, აქ არის აუდიო ჩანაწერი გაკეთებული და გვაქვს ორი ფანჯარა. ერთი სადაც ვწერთ კოდს, ხო? რომელიც ასევე შეგიძლიათ თვითონ შეცვალოთ, როცა გააჩერებთ ჩანაწერს, ხო? და აქ ჩანს ის ამ კოდის შესაბამისი გამოსახულება, ხო? ამ შემთხვევაში ეს არის ოთხკუთხედი. და დავაჭერთ place, ისევ გააგრძელებს. Rectangle. And that was so neat. So let's do that again. We can try different და როგორც ხედავთ, ციფრები ისევ დაბრუნდა თავის ადგილას და აგრძელებს ამ საკითხის ახსნას.
და ცალკე არის კიდე მოგოწულად ამოცანები, რომლებიც დავალების სახით შეგიძლიათ გააკეთოთ პროგრამირებაში, რაც ასევე საინტერესოა და თქვა JavaScript-ის, HTML-ის, CSS-ის საფუძვლების გაგებაში დაგეხმარებათ. აქ ასევე არის კატეგორია გამოცდებისთვის, ხო, ამ შემთხვევაში არის ამერიკის განათლების სისტემის სხვადასხვა გამოცდა და რაც საინტერესოა, აქ არის როგორც ტექსტის სახის მოცემული ინფორმაცია და ვიდეოს, ასევე არის თვითონ გამოცდები, რომელშიც შეგიძლიათ ივარჯიშოთ. ამ შემთხვევაში არის გაკეთებული SAT-ის გამოცდა და გათვალისწინებული ესეთი ნიუანსები, როგორც არის შესაძლებელი არის დრო გამოცდის, ასევე შემდეგ დავალებაზე ვერ გადახოთ სანამ წინათ არ გააკეთებთ და ასე შემდეგ სხვადასხვა ნიუანსები არის გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისთვის, ხო? და ამის საშუალებაც არის ამ საიტზე. და ბოლოს ეს არის ვიდეო გაკეთილები, რომლებიც შექმნილია სხვადასხვა პარტნიორი ორგანიზაციების მიერ. მაგალითად ეს არის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, NASA, მასაჩუსეტსის ტექნიკური ინსტიტუტი და ასე შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც თანამშრომლობენ ხან აკადემიასთან, ხო? და აქ ბოლოს დავაჭიროთ, შეგვიძლია ვნახოთ ასევე ეს ყველა იგივე კატეგორიების სხვა სახით შეგვიძლია შევხედოთ, ხო ამათ. და აქ როგორც ხედავთ, ჩანს ასევე კლასების მიხედვით დავაგებული არის ეს საკითხები, შეგვიძლია თქვათ, ნახოთ მეხუთე კლასის საკითხები და თემები რაც არის, ნუ ცხადია, არის ამერიკის განათლების სისტემის მიხედვით აკეთებული. საინტერესოა ასევე ის, რომ ხანის აკადემიას აქვს ასევე ოფლაინ ვერსია, ანუ შეგვიძლიათ გადმოწეროთ კომპიუტერზე და ინტერნეტის გარეშე გამოიყენოთ როგორც ვიდეო, ისე პრაქტიკული ამოცანები, ისე სტატისტიკური მონაცემი. ხო, ამაზე დამავიწყდა მე თქვა, ეს ყველაფერსაც თქვენ მუშაობთ, ფიქსირდება და შეგვიძლიათ მე თქვენს პროფილზე რო გადახვიდეთ, ნახოთ კონკრეტული ინფორმაცია თქვენს პროგრესის შესახებ, ხო? ნახოთ, როდის რა გააკეთეთ, სად გჭირდებათ დახმარება, საკული ამოცანები, რომლებიც შესრულებაც გიჭირთ, ხო, ესეც ჩანს ყველაფერი და რაც ასევე საინტერესოა, შეგვიძლიათ შექმნათ კლასები, დაამატოთ მოსწავლეები, ხო? და თვალყური ადევნოთ მათ პროგრესს, ასევე არის დამატებითი ფუნქციები, რომელიც ცალკე ვიდეოში გვაქვს განხილული, იმის ლინკსაც დავდებ აქ, რომ ნახოთ. და როგორც თქვით, ეს შეგვიძლიათ გადმოწეროთ ეს ყველაფერი თქვენს კომპიუტერზე, როგორც ვიდეო გაკეთილები, ისე პრაქტიკული ამოცანა და ეს სტატისტიკური მონაცემებიც დაფიქსირდება, ხო? და შეგვიძლიათ გამოიყენოთ კლასში, ასე თქვით, შექმნათ ქსელი და ისე გამოიყენოთ ხანის აკადემია. ამ ოფლაინ ვერსიის დაყენების ვიდეოც არის, ამასაც დავდებ ვიდეოს ანოტაციაში და ასევე ქვემოთ ვიდეოს აღწერაშიც იქნება. და ალბათ ყველაზე მთავარი პლუსი რაც არის ამ რესურსის ის არის, რომ გვაძლევს საშუალებას, ასე თქვათ, რომ ვთარგმნოთ ეს ყველაფერი ქართულ ენაზე. ეს არის ღია რესურსი, შეიძლება როგორც ვიდეოს, ისე საიტის თარგმნა. და როგორც ვნახეთ, არის უკვე რამდენიმე ვიდეო, რეალურად სადღაც 700-ზე მეტი ვიდეოზე არის აკეთებული ქართული სუბტიტრები, რაც საკმაოდ ბევრია, თუმცა საერთო ჯამში ეს სადღაც 9% არის იმ რესურსის, რომელიც არის ამ საიტზე და მუდმივად ემატება. ამიტომ ამის თარგმნა სჭირდება სისტემური მიდგომა და ჩვენი ორგანიზაციაც Educare Georgia იწყებს ამის თარგმნას, ხანის აკადემიის გადმოქართულებას და ყველას ვისაც გაინტერესებთ ამის გაკეთება და გინდათ ამაში მიღოთ მონაწილეობა, მოგწერეთ საკონტაქტო ინფორმაციას დავდებ ქვემოთ ვიდეოს აღწერაში და ასევე დამატებით დამხმარე ინფორმაციას თუ გინდათ შეგიძლიათ პირდაპირ დაიწყოთ თარგმნა აქ. ეს არის ღია რესურსი, აქ თავისუფლად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ თარგმნაში მიიღოს მონაწილეობა, უბრალოდ ჩვენ გვინდა ამ პროცესს მივცეთ უფრო ორგანიზებული სახე, რათა ეს პროცესი უფრო სწრაფად წავიდეს, იყოს უფრო ხარისხიანი თარგმანი და ასევე ვმუშაობთ იმაზე, რომ ამ რესურსის ინტეგრაცია მოხდეს, ასე თქვათ, სასწავლო პროცესში, ასევე ვნახოთ, როგორ შეიძლება ამის გამოყენება კონკრეტულად კლასებში ჩვენთან საქართველოში. პრინციპში ეს იყო ძირითადი, რაც შეეხება ამ რესურსს, კიდევ შეიძლება ბევრი რამე ითქვას, მაგრამ ზოგადად ეს მიმოხილვას ამით დავასრულებთ. თუ ექნებათ კითხვები, მომწერეთ, საკონტაქტო ინფორმაცია იქნება ქვემოთ ვიდეოს აღწერაში და ჯერჯერობით სულაც არის, მადლობა ყურადღებისთვის.